აბა მიხდება? არა, დედას გეფიცებ. ჩემი კახური ცხვირი ხალხნო, აქამდე სად ვიყავ? სახის ასიმეტრიის კორექცია, ბოტულოთერაპია, ბოტოქსის გაკეთება, ცხვირის ფორმის კორექცია, ძაფები, რაღაცები გააგრძელეთ ჩამონათვალი კიდე რაღაც გაკეთებული მე? ხო, შენ რაც გაიკეთებია. ამ ხელა გადაცემა გაქვს? ეს ჩემია. აქეთ ყველაფერი გაკეთებული, კიდე რა მაგ გაკეთებული? კბილები, აი ესე მივედი და მეთხარი კაფელ მეტლახი რაც გაქვთ ეგ ჩამოთვლა. აი რაო და აი მეთხარი კაფელ მეტლახი და ძალიან თეთრი მიგდა. რაიმე გაკომპლექსებდა შენ გარეგნობაში? ყოველთვის დღესაც მაკომპლექსებს მილიონი რაღაც, მაგრამ ეს არის მუდმივი ბრძოლა. ძალიან ბევრი წელი ვებრძოდით ცელულით. მასაჟები, რაღაცე, რევიტალი მეტელი ყველაფერი რაც კი არსებობს, ყოფილი გავაკეთე, სანამ დავიწყე ვარჯიში. უჩები, ცხვირი, რაღაცა და მორჩა. რამდენად მნიშვნელოვანია შენი აზრით ბუნებრივი დაბერებასა და ტრენდულ პროცედურებს შორის ბალანსის დაჭერა? ეხლა ვეგაჩვენებ კოტე. რა საკეთებ ახლა? მიდი? ასე ვიყავდა, ცოტა დომინაცია არ მინდა. ყველა თვლიდა ვალდებულად თავს რომ მოსულიყო ჩემთან და ეთქვა რომ ცხვირს არ გაიკეთებ შულო ეხლა ეკრანზე ჩანხართ. ცხვირი არ უნდა გაიკეთო. ამიწევია ხელები. შლეიფებიანი კაბა, აი ოსკარზე რო არასდროს რო ვერ მოვხვდი. ეთქობა სკოლაში რო ბავშვი იყო, აი ეგრე დავდივარ და ნუკის კოსმეტიკასო იყენებენო. იდე კაი რომ საქართველოს სკოლას ეძინა ბენმა მერე წამაშლევინა სტორები, თორე აი დედას ვიცავა, ეხლა ჩვენ ვართ NBC-ზე რა. უნდა გეჩხუბო ეხლა, რატო გეჩხუბები არ ვიცი, მაგრამ გეჩხუბები რა. შაურმა რო შევუკეთოთ, აქ შეიძლება სტუდიაში გთხოვთ. შეიძლება, კი. 8-არიანი ჩემთვის, შენ რომელი გინდა? 16. 16-იანი კოტეთი. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. სანამ თქვენ კამერებს ჩართოთ, ჩვენ უკვე ყველაფერი თქვი. ცხოვრებას გადავხედეთ. გადმოვხედეთ. პირადიც გავაზიარეთ და დიდი მადლობა ნახვამდის. გამარჯობა, როგორც ყოველ ხუთშაბათს, დღესაც ახალი ეპიზოდით გიბრუნდებით. ძალიან საინტერესო ეპიზოდი იქნება, დარწმუნებული ვარ, ვისაც არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი. აი აქ გამოიწერეთ, მოიწონეთ და კიდევ ბევრ საინტერესო სტუმარს შეგახვედრებთ, ეს დაგველოდეთ ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება, მანამდე კი წარმოვადგინოთ კოდკასტის სპონსორი, ეს გახლავთ აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალება ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულის და თმის მოვლის სხვადასხვა საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და ჯანმრთელობას და აქვე დავამატებ იმასაც, რომ ეს ბრენდი მოწონებულია და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. შეგახსენებთ ასევე, რომ კოდკასტი იწერება შესანიშნავ პოდკასტ არეაში და მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ლამაზი, თავისუფალი, გამორჩეული, გამბედავი, ეს სიტყვები და კიდე კარგი სიტყვები შეიძლება მომაგონდეს, ეხლა რაც შეიძლება ამ ადამიანზე ვთქვა, სათავარია საკუთარი, რა ვიცი, პროფესიონალიზმის მოყვარული, სხვადასხვა სფეროში, მსახიობი, ტელეწამყვანი, ინფლუენსერი და ეხლა უკვე საკუთარი სილამაზის ხაზის შექმნელი ნუკი კოშკელიშვილი არის ჩემი სტუმარი დღეს. ნუკი, მადლობა, რომ მოხვედი. შენ ხარ ეგა, შენზე ლაპარაკი. მადლობა რომ მოხვედი ჩემთან. ჩვენი კოდკასტი, ჩემი კოდკასტი, ასე ვთქვათ, ეძღვნება ყველაფერს, რაც ტრიალებს ადამიანის სიჯანსაღის გარშემო, როგორც ფიზიკური, ვიზუალური, შინაგანი, სულიერი მათ შორის, ყველანაირი, რაც ჯანმრთელობასთან ასოცირდება და თან ჩვენს კარგად ყოფნასთან, აი რაღაცა გემრიელად ყოფნასთან და ჯანმრთელობასთან ერთად რა. ყველაფერი ჯანმრთელობასთან არის კავშირში. კი, ბოლო-ბოლო მანდა არის. ყველაფერი, საერთოდ, აი სილამაზიდან დაწყებული, განწყობით, დამთავრებული ყველაფერი საბოლოო ჯამში ჯანმრთელობიდან მოდის. გენაცვალე შენ. შენ ხშირად ამბობ ხოლმე, გითქვამს ხოლმე, რომ არაფერმა არ უნდა დაგაკომპლექსოს და ეს ყველაფერი შენ თავს უნდა უთხარო, შენ ხარ თავისუფალი, ერთადერთი და განუმეორებელი, რა თქმა უნდა. შენ რაიმე გაკომპლექსებდა შენ გარეგნობაში? ყოველთვის დღესაც მაკომპლექსებს მილიონი რაღაც, მაგრამ ეს არის მუდმივი ბრძოლა, ეს არის გაუჩერებელი ჭიდილი საკუთარ თავთან და რამდენჯერაც შენი კომპლექსი გაიმარჯვებს, იმდენჯერ შენ წააგებ. ეს არის აი გეუბნები, აი თუ ვინმე გაითვალისწინებს ჩემს რჩევას, თუ რაიმე კომპლექსი გაქვთ, ეს მხოლოდ თქვენს თავშია.
კომპლექსია, მხოლოდ თქვენ იცით ამ კომპლექსის შესახებ, გარშემო ვერავინ ვერ ხვდება. აი არავინ არ იცის გარშემო, რომ შენ ცელულიტი გაქვს. არავინ არ იცის გარშემო, რომ შენ ჩექოვის მთავარი გმირი არ გახსოვს სახელით და გვარით. არავის არ ახსოვს და არავინ არ იცის ეს შენ გრცხვენია. აი შენ გაწუხებს და შენ თუ ამ კომპლექსებს გამოავლენ და თუ ამას აყვები, მე ყველა დაინახავს. აი როგორც კი შენ დაიწყებ ამ კომპლექსების გამოვლენას და ამასთან რაღაცნაირად მისცემ უფლებას რომ შეგარცხვინოს, ეგრევე ყოველთვის ხედავს და თუ ყოველთვის ყველა გადაცემაში ვიძახით, არ ვიცი შენთან არ მისთქვამს, მე მგონი არც ერთხელ სოფი ლორენმა თქვა რომ ოცეულში ვერ მოხვდი მის იტალიის, მაქვს მოკლე ფეხები და ყველაზე დიდი ცხვირიო, მაგრამ ახლავთ გავარ, მე მგონი ოსკარის დაჯილდოება მიყავდა, ახლავთ გავარ და თქვენ ყველას გჯერათ რომ ყველაზე ლამაზი ქალი ვარო, იმიტომ რომ მე დავიჯერე ამისიო და აი ეგ არის, უნდა დაიჯერო. ოღონდ ეს მარტო გარეგნობას არ ეხება რა, ეს საქმიანობასაც ეხება. აი როდესაც ამერიკაში მივხვდი სხვა შორის მაგას, როდესაც ხვდები ვიღაცას ეს საქმიანი შეხვედრა გაქვს, როდესაც თავდაჯერებული ხარ და ეუბნები რომ რას ნიშნავს, მე ჩემი არის საუკეთესო, ყველას ჯერა ამის, აი მე ვაკეთებ ამას საუკეთესოდ. ისე კი არა რომ იცით რა არის, აი მოდით მე დავიწყებ და შეხედეთ რას ვიზამ და აი დარწმუნდებით რომ კარგი გოგო ვარ. არა, მე ისე ვაკეთებ რომ შენ ეგეთი არ გინახავს, მე ისეთი მაგარი ვარ რომ შენ ეგეთი არ შეგხვედრია და მე ისეთი კვალიფიციური ვარ რომ მეორე ეგეთი არ არის. აი რაღაცა მოკლედ უნდა იტყუოთ რა, სულ თავი უნდა მოიტყუოთ და დანარჩენი რატო იქნებ სიმართლეა? არა, რას გულისხმობ, იცი რომ უნდა მოიტყუო თავი იმ კომპლექსებთან დაკავშირებით. ხო, ხვდები. აი ხო იცი ახლა რომ მაგალითად რაღაცეებში არ ახარ ისეთი ყოჩაღი, მაგრამ იცი რომ თუ მოემზადე, თუ შეეცადე, თუ გამოცდილება მიიღე საქმიანობაში, ხო, მაგალითად, გახდები ძალიან მაგარი. ეგ კი არ უნდა თქვა. უნდა თქვა რომ ისეთი მაგარი ვარ, რომ ყველაფერი გამომივა. საკუთარ თავთან სარკეში გიჭუბია? სარკეში არ მიჭუბებ, იმიტომ რომ გამეცინება, მაგრამ ისე კი, ისე სუჩხუბობ. საკუთარ თავთან? საკუთარ თავთან, ხო. კარგი, საინტერესოა. რაღაცა ნერვები მეშლება. მოდი, ნუ კი საკუთარ თავთან ჭუბებს მივხვდეთ, არ გვინდა ხუმრობა, ბუნებრივია. სახის ასიმეტრიის კორექცია, ბოტულოთერაპია, ბოტოქსის გაკეთება, ცხვირის ფორმის კორექცია, ძაფები, რაღაცები, მოდი გააგრძელეთ ჩამონათვალი, კიდე რაც შენ გაკეთებული მე? ხო, შენ რაც გაიკეთებია. ამ ხელა გადაცემა გაქვს? კი. ამ ხელა დრო გვაქვს, იმდენი, რამდენიც გაგიხარდება. და აქვე გეტყვი, რომ ეს რა ჩამონახა რაც მკითხე, შენს გარეგნობას არ შეეხება, იმიტომ რომ ფანტასტიკურად გამოიყურები, არანორმალურად კარგად სავსე ხარ ენერგიით, ხალისით და რა ვიცი, კარგი მოდი შენგან რა. მაიმე მადლობა. ძალიან სასიამოვნოა ეს, მართლა ძალიან სასიამოვნოა. აი ხა გისმენ. თავი დავიწყოთ. თმა მაქვს დაგრძელებული. ეგ რაღაცა შენი ის არის. არა, ეს არ არის, ეს არა მაქვს თმა უბრალოდ. ეს ძალიან ობიექტური გენეტიკური ის არის რა, ნაკლია რომ არა მაქვს ეს თმა და აი რომ მომინდეს შეკვრა ვერ შევიკრავ, იმიტომ რომ არ შეიკვრება ძალიან. წავედით წინ. შემდეგ სახეზე ბოტოქსი მაქვს გაკეთებული, ოღონდ ახლა აღარ მაქვს, ორსულად ვარ და არ შეიძლება. ამიტომ აი გაწოვილია და აღარ არის. კიდე მაქვს გაკეთებული აქეთა მხარეს მაქვს ძალიან ბევრი ძაფი გაკეთებული, აქეთა მხარეს. ასევე მაქვს ფილერი აქეთა მხარეს. აი რა ცნაურია. აქეთ არაფერი არ მაქვს გაკეთებული. ეს ჩემია. ხო ეს არის. ხო. ეს ჩემია. აქეთ ყველაფერი გაკეთებული, იმიტომ რომ მაქვს ასიმეტრია. ყოველთვის მეგონა რომ ეს რაღაცა მხოლოდ გენეტიკური იყო და მე ამერიკაში რო ჩავედი გადამიღეს კუნთის ხო შენ გეცოდინე რასაც აკეთე ანატომიური კუნთი და მე მაქვს ერთი კუნთი მოკლე და მეორე მაქვს მოღრეცილი და შესაბამისად გადაკაჩული აქ სახე აქვს გადაკაჩული ესე რომ ვჩერდები და ვაჩერებ სახეს არაფერი დიდად არ მეტყობა მაგრამ რო ვლაპარაკობ ასე მიმდის ანუ აქტიურია შენი მარცხენა მხარე და ასე ტყდება ეს ადის შესაბამისად ტუჩის აქეთ მე მგონი ჩამოდის და აქეთ ადის რაღაცა საოცრებები ხდება ამიტომ აქეთ მხარეს ბევრი რაღაცა მაქვს გაკეთებული კიდე რა მაქვს გაკეთებული კბილები აი ეს მივედი და მეთხარი კაფელ მეტლახი რაც გაქვთ ეგ ჩამოდის აი რაო და აი მეთხარი კაფელ მეტლახი და ძალიან თეთრი მინდა და ეგ არ შეიძლება მეთხარი რას ნიშნავს არ შეიძლება ოღონდ თან ჩასმა საქართველოში გაიკეთე საქართველოში გაიკეთე ოღონდ თან არ მინდოდა ჩასმა აი ხო გიქლიბავენ ეგ არ მინდოდა რომ ზემოდან გადაეკრათ და ეგეც არ ვაკეთებთო და მეთხარი აი რა ვიცი რაღაც სამუშაო მასალა არა გაქვს რაღაც ტუალეტი რითი გააკეთეთ და აი რითის ტუალეტი გააკეთეს ეთყობა იმითივე იმ რაღაცით არა მოგწონს ხო მე მიყვარს ხო ესეთი აი რაღაცა ბუნებრიობის დიდად მომხრე მეტი არაფერი არ მაქვს მე მგონი გაკეთებული კიდე რა ნუ რაღაცა ცელულიტ ამ ბრძოლის ამბებში რამე დაგჭირვებია როდის მე ცელულიტი ჩემი მოგონილია
ძალიან ბევრი წელი ვებრძოდით ცელულიც და მე აი სად ბარძაყები, გუნდულები, ერთი და იგივე არ არის ბარძაყი. ხო, ბარძაყი უკანა მხარე საჯდომის მიმართულება ზურგი. აი საჯდომის არა, მანდ არ მაქვს. საჯდომის ქვემოთ და ესე მუხლამდე. აი მე მგონი ყველაზე ხშირად ქალებს სადაც აქვს, ყველაზე ანუ წინ იმდენად არა, ესე უკანა მხარეს და რა მასაჟები, რაღაც, რა ვიცი, რა სიტყვებიც, რევიტალი, ყველაფერი, რაც კი არსებობს, ყველაფერი გავაკეთე, სანამ დავიწყე ვარჯიში. რო დავიწყე ვარჯიში. აი ვარჯიში ამისთანა. მარათონი მაქვს ნარბენი ნიუ-იორკის. ამერიკაში ამდენ ხანი ყავ შენ? 10 წელია ვცხოვრობ ამერიკაში. და ეხა ჩამოდიხარ პერიოდულად მე მიდიხარ. ხო, ჩამოდივარ და ოღონდაც ეს ვარჯიში სულ მესმოდა რა, ესეთი მითი იყო, რომ ვარჯიში, განა არ ვარჯიშობ, ძალიანაც ვარჯიშობდი. დავდიოდი ფიტნესს, ლამაზი ელასტიკებიც მქონდა. ხო, ნუ ფენსი რაღაცა იოგასაც ვაკეთებდი და მე ჩემი კვერი დარბის. ოღონდ იქ კულტურის ნაწილი არის ეს სირბილი და აი მე დავიწყე ეს სირბილი, ოღონდ უფრო ნევროზული სირბილი დავიწყე რა, რაღაცებს ნერვები რო გეშლა. და შეჯექი მაგაზე მე. შევჯექი, აღმოჩნდა რომ ეს არის დამოკიდებულება. აი თუ კი გაქვს ნევროზი, თუ კი გაქვს, ოღონდ ახლა მართლა ნევრო თვალი კი არ მითამაშებს, მაგრამ რაღაცა ცოტათი რო ღელავ რა, რაღაცა მოვლენებზე ღელავ, დედაზე, მამაზე. ემოციური ინტელექტი რო ეს რყევების ქვეშ არის. მაგისთვის არის ფანტასტიკური ვარჯიში, ოღონდ აი ესეთი უნდა დაიღალო რა, აი მივედი იოგაზე მე და გოგოები ანკა და მე ყავე დავლიეთ პაპიროსი მოვწიეთ, ეგრე არ გამოვა, უნდა მართლა ივარჯიშო. და რას მივხვდი, იცი? სპენდექსი რო არის, აი ტრუსი სპენდექსი რო სრო აკეთებს, ხო იცი? ჰოპ და ყოველ ეგ არის როგორ აკეთებს, მაგრამ მივხვდი. ეგრე აკეთებს, რაც გავაკეთე, ეგრე აი ესე შეწოვს ყველაფერს. აი მაგას აკეთებს კუნთი ვარჯიშის ხარჯზე. ანუ ის ცელულიტი შიგნით რჩება და კუნთი ზემო რა ანუ დომინაცია გადადის კუნთზე და ხდება ასე ვთქვათ ცელულიტის მოვლენების დაბალსა. ეს ცელულიტი ქრება თვალსა და ხელშუა, როგორც კი კუნთი მაგრდება. სულ ვამბობთ ხოლმე ჩემთან მოსული სტუმრები ერთი და იგივეს, ეს არის ჩვევების ცვლილება. მნიშვნელოვანი და რუტინულად დისციპლინა. აი ეს ორი რამე როცა იცვლება, შედეგები ინტენსიურად თვალნათლივი ხდება ნებისმიერი მიმართულებით, გინდა ცელულიტი იყოს და გინდა რა ვიცი, ნებისმიერი რამე იყოს რა. კარგი, კიდე ესეთი კითხვა მაქვს, შენი აზრით აი, ამერიკაში ცხოვრობ, ამერიკა არის კულტურა მთელი, სადაც თავის მოვლა, ასე ვთქვათ, ტრენდია რა, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია წარმატებულ ადამიანებში განსაკუთრებით. აი, ისე ვერ გახდები. ანუ წარმატებული ტიპი ასოცირდება ვარჯიშთან, ფიტნესთან, ყველაფერი იმასთან, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებითად აისახება და სტატუს კვოში იმ მომენტშიც კარგად ყოფნაზე აისახება. რამდენად მნიშვნელოვანია შენი აზრით ბუნებრივი დაბერებასა და აი ამ ტრენდულ პროცედურებს შორის ბალანსის დაჭერა? მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაჭერა, იმის და მივხვდით, რომ მე ვარ ძალიან მომხრე ყველაფრის დაბერვის და გაკეთების, თუმცა აღმოჩნდა რომ არც თუ ისე ბევრი მქონია გაკეთებული. კაია, მე იმიტომაც კარგად გამოიყურები, რომ არც თუ ისე ბევრი. აი ბალანსი ცხოვრებაში ყველაფერში საჭიროა. რა ეს ოქროს შუალედი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თან კი ქალებმა არ მხოლოდ მამაკაცებმა უნდა მოუაროთ თავსან ჯანსაღად უნდა ვიკვებოთ, უნდა ვივარჯიშოთ. სხვა შეს ჯანსაღი კვება, აი ეხლა ვიაზრებ, რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს თუნდაც იმ ცელულიტთან მიმართებაში. აი მე მქონდა და მაქვს კვლავ სერიოზული სხეულის დისმორფია, ანუ სულ აი სარკეში მე ვხედავ ძალიან მსუქან ადამიანს. ისე მე ფოტოში დავინახე, არა, ესე ძალიანაც არ ყოფილა. აი ეს მაქვს, ეს რაღაცა ტვინში მაქვს არეული. ნუ სწორი იცი ეს შენ და ეს უკვე რო ვიცი რა. რო არის ცოტა დაღუპულიქნებოდი დედასკებიცები. რო ვიცი. ეგ ჯობია, ხო? მაგრამ აი 16, 15 აი ამ გარდატეხის ასაკში ჰორმონალური გარდატეხა როცა მოხდა, მე ვშიმშილობდი. აი ეს დავიწყებდი შიმშილს, მე უცბად დავიწყებდი ჭამას. მე დავიკლებდი 5 კილოს, მოვიმატებდი 6 კილოს, დავიკლებდი 6 კილოს, მოვიმატებდი 7 კილოს და აი ამან სერიოზულად დამინჯღრია მთელი ორგანიზმი. დამინჯღრია ოღონდ რა თვალსაზრისით რაღაც. ნაღლის ბუშტი ამოვიჭერე 20 წლის ასაკში. ალბათ მაგის ბრალია მე ვფიქრობ. კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ აი მე თუ ვარჯიში კუნთის გასამაგრებლად ბევრად უფრო დიდ დროს მოიცავს ადამიანი რომელიც ჯანსაღად იკვებებოდა და არ დიეტობდა გარდატეხის ასაკში და სულ ვეუბნები აი გოგოებო თუ უყურებთ პოდკასტს და ხართ რაღაცა გარდატეხის ასაკში არ გინდათ ახლა დიეტა მერე უფრო მოგინდებათ ლამაზები იყოთ ვიდრე ახლა და კაცები მაინც ვერ ხედავენ სიგარეტს და აქვე დავამატებ თუ უყურებენ პოდკასტს არ უნდათ ახალგაზრდა ასაკში დაბერილი ტუჩები და არაფერი არ გინდათ არა იმიტომ რომ ზოგჯერ ვაიმე
აი ხა ჩამოვედი ამერიკიდან და დავინახე ჩემი მეგობარი. მივიდიო, ვაიმე მეთქი არ ვიტყვი სახელს. როგორა, მივხვდი რომ არ არის ჩემი მეგობარი. სხვა არის. ოღონდ ერთი და იგივე ამბავი აქვს გაკეთებული სახეზე და ვეღარ ხვდები, ანუ ყველა ერთნაირად გამოიყურება. ტუჩები, ცხვირი, რაღაცა და მორჩა. დღეს იყო ძალიან ლამაზი გოგო ჩემთან კონსულტაციაზე 40 წუთი ვეხვეწებოდი არ გაიკეთო არაფერი თქო ბოლოს გავიმარჯვე და ისე გავუში მაგრამ დარწმუნებული ვარ საღამომდე სადღაც მივიდოდა რა აი ეს კომპლექსია ეს არის აი ტვინიდან და საუბრობ შენ ზუსტად მაგაზე მოდი მაგაზე გითხრეთ რომ რას ფიქრობ ეგეთ თემაზე მეც მქონდა კომპლექსი შენ წარმოიდგინე მე 18 წლის ვიყავი როცა გამოვშდი ტელევიზიაში და აი დაწყებული ბებიებიდან დამთავრებული ყველა მამაკაცით ყველა თვლიდა ვალდებულად თავს რომ მოსულიყო ჩემთან და ეთქვა რომ ცხვირს არ გაიკეთებ შულო ეხა ეკრანზე ჩანხარდ ცხვირი არ უნდა გაიკეთო და ნუ ხო წარმოგიდგენია არა ოჯახის წევრები არა ოჯახის წევრები ცხვირები უნდა ნახო შენ ანუ ცხვირიშა ოჯახი ვარ და ყველანი რომ ხდებით ერთი დიდი ცხვირი ანუ უცხო ტიპები მოდიოდნენ უცხო ტიპები მოდიოდნენ და აი ცხვირს არაპირებ ვიღაცა პლასტიკური ქირურგები თავაზობდნენ რომ აი უფასოდ გაგიკეთო იმდენად შესტკიოდა გულამ ცხვირზე რომ აი უფასოდ გაგიქთ ხო ხვეწევ გადაგიხდით იქით გადაგიხდით ოღონდ ცხვირი გაიკეთე და რა თქმა უნდა ცდუნება ყოველთვის იყო ძალიან დიდი იმიტომ რომ გაიხედე გამოიხედე ხო შოუ ბიზნესში ყველას რაღაცა ლამაზი ცხვირი აქვს აი ყველა ლამაზ ცხვირი არის ლამაზ ტანა და ლამაზ ხო მესმის სამხედროების მომენტია და გინდება მე გინდება და ერთადერთი იმას ხვდები რომ აი კაი გავიკეთებ. აი ხომ ფოტოშოპში ხომ მიმიკეთებია ცხვირი რაღაცნაირად, მაინტერესებს უბრალოდ ეს ცოტა მიმიწევია, აბა რა გამოვა. შენ აღარ ვარ, ნუკის სუპერ ინდივიდუალიზმი ზუსტად მაგ პროპორციებში რაც შენ გაქვს, ის ნუკი აღარ იქნება. ხო, აი მეც მაგით. ვაფშე სხვა ტიპი, იგივე იქნები, იგივე სილაპარაკებ, არა სხვა ტიპი იქნები. აბა მიხდება? არა დედას გეფიცები. აი რაღაცა სხვა არა არ გიხდება, არ ქნა, არა. ნატაშა ეგრე რაღაცა. იმიტომ რომ შენ სლავური ტიპის ისა გაქვს ესეთი ტიპაჟურად და უცებ ეგეთი წვირი არ ქნა ეგ. და ფენომენალური იცი რა არის? აი გასაგიჟებელი არის რომ იმხელა ამერიკაში, ნიუ-იორკში ვცხოვრობ მე. ჩემი ცხვირი ითვლება ლამაზ ცხვირად. დედას ფიცავარ ჩემი ცხვირი ითვლება ლამაზ. ჩემი კახური ცხვირი ხალხნო, აქამდე სად ვიყავ. You are something different რა და ამიტომაც executive ხარ, exclusive ხარ. ამ პონჩი ეგ არის მუღამი ზუსტად რომ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს სუპერ ინდივიდუალიზმი. ჩვენ ყველა თითოეული არსება ვართ სუპერ არსება, ყველა უკლებლივ. ოღონდ ამას დანახვა უნდა, სწორად დანახვა უნდა. კოტე მე რო ვიცი რომ ეს ჩემი ცხვირი პაპაჩემი სტოპას ცხვირი. იქ ეძახიან Roman nose. რომანული ცხვირი. ხდება რა სხვანაირად დღეს. პაპაჩემი სტოპა. რომანული ცხვირი. ანუ ძალიან დიდი სწორობა. NBC shows დილამშვიდობის ამერიკა არის ეგეთი ამბავი show და იქ ამბობენ რომ ესე იგი ნუკის კოსმეტიკასო იყენებენო. კი, იქ იყენებენ ჩემ კოსმეტიკას. საიდან მოხდა ეგ ამბავი? საიდან მოხდა და ნუ მე არ მიყვარს ხოლმე ტყუილები. ახლა შემიძლია ხო ამერიკიდან რომ ჩამოდიან და ყველა ფილმში რომ გადაღებულები არიან და უკვე ჰოლივუდში რომ აი ამ ტყუილებს ვერ ვიტან. ამიტომ გეტყვი რეალურად როგორც არის. გავიცანი ვიზაჟისტი, ერთ-ერთი ტოპ ვიზაჟისტი არის. ოღონდ ჩვენთან როგორ ხდება იცი რომ მე სხვადასხვა ქვეყნებში ვაწარმოებ და მე დერმატოლოგები. მე ვთქვა რა საწარმოებ შენ ბარემ ჩამოთვალ. მოდი გითხარი რა საწარმოებ და მე რაღაცა მაქვს ტუშსაცხები რომელიც ძირითადად იტალიაში კეთდება, ტუშები კეთდება საფრანგეთში, პარფიუმერია საფრანგეთში, გერმანიაში ვაკეთებ. ნუკი კოსმეტიქსი. ტუჩის ფანქრებს ვაკეთებ ესპანეთში, რაღაცებს ვაკეთებ გერმანიაში, სახისმოვლა კორეაში, ვიტამინებს ახლა სოლგართან ერთად. აი ძალიან ბევრი ლოკაცია გვაქვს, სადაც ვაკეთებ. სადაც კარგია იქ ვაკეთებთ, მოკლედ თუ რო ვიცით რომ სახე მაგარია კორეაში, რატო გავაკეთო იტალიაში ან საფრანგეთში, სადაც ჩამორჩენელები არიან 20 წლით, წავედით კორეაში. აი ყველგან სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებთ. ამიტომ ასევე ყავს დერმატოლოგები, რომლებიც კონსულტანტები. არა, ეს არის როგორ რაღაც, იცი, იმისთვის რომ დააწეროთ დერმატოლოგი tested, გჭირდება რომ იყვნენ დერმატოლოგი. ხო, მივხვდი. ოღონდ ეს მხოლოდ ამერიკაში გჭირდება, აქ არავის არ სჭირდება, მაგრამ აი ყველაფერი რა, ინახე, ყველა სიმბოლო რაც აწერია პროდუქციას, ხო? რაღაცას სერტიფიკატებს, აი woman owned, ხო, ამაზე ხო ეხა რაში უნდა სერტიფიცირება, ხო? Woman ვარ და ჩემი უფლება არის რომ მქონდეს, ანუ woman owned business. ეგ რა არის ვიტამინები ეწევა? ეს არის ვიტამინებია. და აი ამაზეც კი ყველაფერს გჭირდება და მოკლედ გაესე რაღაცნაირად ხო გაიცნობ ხოლმე გავიცანი ვიზაჟისტი რომელიც მუშაობდა ფილმებზე და ეხლა მუშაობს Today show-ზე და Good Morning America-ზე, ანუ NBC-ზე ერთიანად მუშაობს და ვაჩუქე ჩემი რაღაცები რა, ესე ვაჩუქე უბრალოდ. მეთქი აი გამოიყენე, რა ვიცი. ხო, მესმის, რა, იცოდე, აი ნორმალური. მითხარი რას ფიქრობ, რომ
და მალევე გამოჩნდა მომწერა, რომ წავიღეო სამსახურშიო და გავუკეთე ჯენა ბუშს შენი რაღაცებით მაკიაჟი. ჯენა ბუში არის წამყვანი ბუშის შვილი, რომელსაც მიყავს გადაცემა. და გაგიჟდაო და ეხლა NBC-ის პროდიუსერები გთხოვენ რომ გავაფორმოთ ეს ოფიციალურად რომ შენი კოსმეტიკა მოვამარაგოთ. რა გაარტყი? მე ვთხარი მაგარი საღამო გაარტყი დღეს ხო? იცი როგორ დავთვერი? იცი როგორ დავთვერი? იდე კაი რომ საქართველოს სკოლას ეძინა ბენმა მერე წამაშლევინა სტორები, თორე დედას ვიცავა, ეხლა ჩვენ ვართ NBC-ზე რა. ეგეთ მდგომარეობაში ვარ. ოლიბერი, სელენა გომესი, რიანა და ასე შემდეგ ტიპები არიან, ვინც შემოსულიან თავის ხაზზე. ხო, იმათი ოღონდ არ არის NBC-ზე, ჩემია. ოღონდ ясნია რომ არ იცის, რა თქმა უნდა, ясნია რა თქმა უნდა არ იცის, არც ჯენა ბუშმა, არც მეორეს ქვია არ მახსოვს რა ქვია მეორე გოგოს ეგეთიც და ნუ ეგეთი იქნება ხო რაღაცა ვინმე კლინტონი იქნება ხო არა სიენა თუ რაღაცა ეგეთი ქვია ოღონდ არც ერთ მარცის ნუ კი ვინ არის რა არის მაგრამ მოსწონთ როგორ იხმარება მოსწონთ აი glow up-იც ახლა რაღაცები შეიტანე ხო ეს რაღაც ახალი არის ესა glow up ხო ეხლა ვეგაჩვენებ კოტე რა პრობლემაა შეხედე glow up ყველაფერი რა საკეთებ ხაში მიდი glow up საერთოდ ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ არის მოთხოვნიდან გამომდინარე განა არ არსებობს ყველა რაღაცა მაგრამ ყველაფერი წეპოვანია და აი მე ავდექი და გავაკეთე არაწეპოვანი ნუშზე დამზადებული რობზინავს ლამაზი რო ხარ თან რო ირუჯებ ხარ რამდენიმე წამი ის რა არის ესა კვებავია კვებავია თან ბზინავს თან ირუჯები და ის დაფუში დეკორაციაა ხო აი ჭყვიალებს ხედავ და თან აი არიწეპები ეს თბილისში იყიდება. სად იყიდიან პროდუქცია? ნუ კოსმეტიქსის სტენდებზე. კარფურები, მოლები და ეს ყველა მოლში ვართ აბსოლუტურად თბილისში. ნახე როგორია. წავსვი ხან წავს პატარაზე. არ გადაგივა, იმიტომ რომ წეპოვანი არ არის. მოიცა ხელზე დაგჭერა მე აღარა. აი გარი. იმიტომ რომ ყველა დანარჩენი არის ხოლმე რომ იწეპები, აი. ხო ყოფილა. ეს ზღვაზე წაისვი, ზღვაზე წაისვი, გაირუჯე, გალამაზდი. ისი ამითხარი ამერიკული ნიუ-იორკ ლუკები TikTok-ზე რო გაიჩითა შენი ნიუ-იორკული ლუკები, ეგ როგორ მოხდა? ბენმა მოკლედ. და მილიონ ნახვას ვავარდა. ეგრევე ხო, ძალიან ცნობილი რამე. რა ჩაიცვი ამისთან? რა ჩავიცვი? თუ გაიხადე რა. რა გავიხადე ამისთან? როგორ რაღაცა იცი? მე საერთოდ ბავშვი რომ მიყავს სკოლაში, მე დილას ვმუშაობ. ხან იტალია, ხან საფრანგეთი და იქ ხო იძინებენ მალე. ამ პროდუქციის ამბავი და პროდუქციის ამბავი, რომ ყველაფერი წარმოვდება სხვადასხვა ადგილას რა. სახის მოვლა არის კორეა, ტუჩსაცხების უმეტესობა არის იტალია, ტუში არის საფრანგეთი. ანუ ხო ხდები რომ მაგარი ქსელი გაქვს ესე. სხვადასხვა რაღაცები სხვადასხვა ქვეყანაში. აი ხა სახის მოვლა საფრანგეთში ან იტალიაში რომ გააკეთო, ისინი 20 წლით ჩამორჩენილები არიან და აბსოლუტურად ამიტომ კორეა ასწრებს. კორეა ბევრად უფრო ასწრებს, რა თქმა უნდა. ხა ვიტამინებს მაგალითად სოლგართან ერთად. ანუ ყველაფერს ეს მჭირდება რომ აი სუხაზზე ვიყო დილიდან. დილას ამ საქმეებს რომ მოვრჩები ხოლმე. ბავშვის სკოლაში მამას მიყავს. მაგრამ მე მიმყავს დავტოვებ, მოვდივარ, მე რაღაცა მეილები, გასინჯვა, ვიდეოს გადაღება, აბა დავტესტოთ პროდუქტი კარგად ბზინავს, არ ბზინავს, გადადის სახეზე არ გადადის და ასე შემდეგ და მივხვდი რომ ცოტა რაღაც ქალური წახალისება მჭირდება და არსად რო არ დავდივარ ახლა რაღაცა ფილმის პრემიერაზე ან რაღაცა ესეცე, მივხვდი რომ ბავშვი რო გამომყავს, მაშინ უნდა გამოვიბრანჭო და კოტე, აი გეფიცები შლეიფებიანი კაბა, აი ოსკარზე რო არასდროს რო ვერ მოვხვდი. ეთყობა სკოლაში რო ბავშვი ვიყოს, აი ეგრე დავდივარ და ოღონდ. მახა ლიმუზინის კარი იღება და არა, იქ მიახლოებით. ბავშვი 7 ბავშვის გამოსაყვანად და იქ მშობლებმა უკვე იციან, უკვე ელოდებიან, რაღაც შეფასებები აქვს. აი დღეს არ ვარგო და გუშინ ძალიან კაი იყო და რაღაც ჩათები აქვს და ისინიც ერთობიან, რა იმათაც ეცინო. მოკლედ მაგან ნიუ-იორკულ ცხოვრებასთან ინტეგრაცია შენი კარგად მოახდინა ინტეგრირება, ხო? და ბენი ამას იღებდა და TikTok-ზე გავარდა ძალიან და იყო რაღაცა. იქნებოდა გადაოფ ორიგინალური გარეგნობის ადამიანი ბახუცებ ეგეთ ლუკებით. კარგი, რა განსხვავება ნიუ-იორკულ სტრიტ სტაილსა და ქართულ სტრიტ სტაილს შორის? აი რას ხედავ შენ ჩვენთან და რას ხედავ? განსხვავდება, ძალიან განსხვავდება სტილი, იმიტომ რომ ნიუ-იორკი ძალიან მრავალფეროვანი შეზღუდული. მოდი საქართველოს არაკლია მრავალფეროვნება, მაგრამ საქართველოში მაინც უმეტესობა მოსახლეობის ქართველები არიან. ქართველებს რაღაც ერთი სტილი აქვთ, კი განსხვავებული, ბევრი შრი არსებობს ამ სტილების, მაგრამ ну მაინც მეტნაკლებად ერთი. იქ იმდენი ეროვნების ადამიანი არსებობს, შეიძლება ინდოელი ნახო, ჩაცმული რაღაც ინდურ ტანსაცმელში. სიჭრელე უფრო ბევრია. სიჭრელე უფრო ბევრია. ვიღაცა შეიძლება იყოს რაღაც ნაციონალურ ტანსაცმელში, ხა ჩვენს გვაქვს ნაციონალური ტანსაცმელი, მაგრამ ხოხაში არავინ არ დადის, ხო? და იქ ესეთ რაღაცები შეიძლება ვიღაც დაინახო. შეიძლება ვიღაცა დაინახო, აი მართლა რაღაც წარმოუდგენელ კოსტიუმში და ნიუ-იორკი გამოირჩევა მთელ ამერიკაში ამ მთელი თავისი სპეციფიკით. ნიუ-იორკი ცალკე ქვეყანა. მე ვთვლი რომ ამერიკას არ მიეკუთვნება. ნიუ-იორკი ცალკე არსება არის და იქ
აბსოლუტურად გეთახვევი მაგ ამბავში. ეგ თავისთვის არის. შენ დაკვირვებით საქართველოში თავის მოვლის რუტინა სხვა ტიპის არის ვიდრე ამერიკაში? იცი როგორ არის? არის სხვანაირად. აი ამერიკაში შეიძლება ფრჩხილებს ისე კარგად ვერ მოუარონ როგორც ქართულ ხალებს. არც ცალიათ. ჩვენთან ხალებს ცალიათ? არა, აქაც არც ცალიათ, მაგრამ აქ მაინც სხვანაირი ცხოვრების ტემპია. აქ სხვანაირი რითმია და აქ პრიორიტეტულია. მომენტები მეტია, რომ წახვიდე და მიხედო თავს აქ. ნუ იცი როგორ არის? აი მე ვიტყოდი რომ 90% ქართველი ხალის ძალიან მოვლილია. აი არ შეეშლებათ, რომ აი არ წარმოეზრდება შილაკი და გაკეთებული აქვს დროზე. ამერიკელი რო იცის რომ ვერ მოასწრებს ამ შილაკის გაკეთებას, საერთოდ არ გაიკეთებს. და ივლის ეგრე. ივლის გაუკეთებია. განა მოვლილია, კრემის წასმულია, ყველაფერს გაკეთებულია, მაგრამ ნუ აი რაღაცები არ აქვს ისე გაკეთებული, როგორც საქართველოში. ქართველები ლამაზი ხალხი ვართ ჩვენ მე ვთვლი რა, გამორჩეულად ლამაზი და ის მინიმალისტური ჩაცმულობა, თუნდაც რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს შეიძლება რაღაც ლუქს ბრენდები ყველას ხელს მისაწვდომი არ არის. ამერიკაში შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, გამორჩეული ნიშური ბრენდი შეიძლება ძალიან იაფად იყიდო. ვერსაჩი დაწყებული, დამთავრებული ჰერმესით შეგიძლია $40. და ეს მოირგო და ჩვენთან არ არის ეგ ფუფუნება. თუმცა ჩვენ ყავს ქართველ დიზაინერები. კი, რომელიც დასაფასებელია და ძალიან მაგრები. დედასფიცა ვარ, აი 99.9% ჩემი გარდერობის არის ქართველი დიზაინერი. ახლა ჩამოვდივარ. კი, ეხლაც მაცვია, ქვედაპოლ მაცვია ქართველი. ყოველთვის ერთი რაღაცა მაინც მაცვია ქართველის, აუცილებლად. და გეუბნები, აი იმ ნიუ-იორკში, სადაც არ უკვირთ არაფერი, არავისის აქციელი არ უკვირთ არაფერი, მაჩერებენ ხოლმე ქუჩაში და მეკითხებიან, რომ ვაუ, რა გაწვია. არა ჰერმესი, არა შანელი, მაცვია ქართველი დიზაინერის შექმნილი რაღაცა, რომელიც ყოველთვის განსხვავდება ყველაფრისგან. აუცილებლად კომპლიმენტებს ვიღებ და აუცილებლად მაჩერებენ და მეკითხებიან რომ ვინ არის, რა არის და მე ყოველთვის ვეუბნები რომ საქართველო. და სხვა შეს დააკვირდი, რამდენი ქართველი ახლა წარმატებულია, აი დასავლეთში დემაგასალია, მილიონი ვიღაც არის, რომელმაც აი ნელ-ნელა გაითქვა. კი, რასაუბრობ, თავის სახელი რო გაითქვა და მე ქართული კულტურის ნაწილი შეიტანა დასავლურ კულტურაში. ასეთი ფორმით, ყველაზე რთული და რავი, ამაზე მაღალი კონკურენცია, არ ვიცი რაშია, არ ვიცი. შეიძლება შეერაღებაში რაღაცა ეგეთი რა, ამხელა კონკურენცია. ხო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია რომ შენ ეს ყველაფერი გიყვარს და აფასებ და დაგაქ. ხო, ეს მარტო პატრიოტიზმი კი არა რომ მე ქართული. არა, შენ თვითონ სიამოვნებს. აი მაგრად მომწონს და მე თან მიყვარს განსხვავებული და გეუბნები აქ ჩამოდივარ ცარიელი ჩემოდნით. ხალხი ამერიკაში მიდის და იქ შოპინგს და აქედან მიდიხარ. და აქედან მივდივარ სავსე რომ აი ქართული ამერიკელებს ქართულ რაღაცებს. კი, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი. კი, კი, სხვა შეს ძალიან ბევრი ამერიკელი ქალები. კაი ტიპები არიან ძალიან. მე ყოველთვის მეგონა იკეთებენ ამერიკელი ქალები. რაებს იკეთებენ? ოპერაციებს. მოდაში, ძუძუები, ლიპოსაკები. გაჩნია შტატს. შტატებით არის გაყოფილი. ხო, ხა ჩილოეთ შტატებში უფრო პოპულარული, სამხრეთ შტატებში რო ნაკლები. აი ნახე, მაიამიში იკეთებენ ყველაფერს. ძუძუ, ბრაზილიური ლიფტინგი, ცხვირი, ტუჩი. იქ ნაშობაა. აი იქ არის როგორ გითხრა, იცი, აი რო შეხედე ხა მაიამიში რო გაისეირნო, აი როგორია სტრიტ სტაილი, ხო, ქუჩის სტილი, ეს არის აი რაღაცა ძალიან დიდი გავლენა არის ლათინური სამყაროსი და მოკლე კაბა, დიდი ძუძუები გამოყვანილი წელში, აი დიდი ტრაკები, აი რაღაც ესეთი, ცოტა ვულგარულს ვეძახი, თუმცა no judgment რა. აი რაღაცა ეგეთი. ნიუ-იორკში ეგ ითვლება ცუდ ტონად. პროვინციონალიზმი. ხო. დღეს საერთოდ ნახე, ბოდიში გაგაწვედინე, ესთეტიკური მედიცინაში, პლასტიკურ ქირურგიაში over აი ზედმეტობები დღეს ისე კი არ განიხილება, უიმე ამას პროვინციონალიზმია. ხო, რა თქმა უნდა. პროვინციონალიზმი, აი ესე პირდაპირ ფასდება, რომ იმ ადამიანს რაღაც პრობლემები აქვს, პერსონალიტიში აქვს პრობლემები რა, არ არის ეს სილამაზესთან ასოცირებული, ანუ დიდი ბევრი და ხშირად სილამაზესთან არ ასოცირდება, ზუსტად ისე როგორც ნიუ-იორკელი ალბათ აღიქვამს ამას დღევანდელ რეალობაში. ხო, ანუ ერთი რომ გაიკეთო ბოტოქსი, იმიტომ რომ ჩაგიტყდა შუბლზე რაღაცა. კი ბატონო, ერთია, შეიძლება აიწიო წარბი, იმიტომ რომ ჩამოგეწია და საერთოდ იცი რას ვფიქრობ, აი დაბერების პროცესი არის ძალიან დიდი ფუფუნება რა. რადგან ვბერდებით, აი მადლობა ღმერთს რომ დავბერდი. სულაც არ მინდა რომ ვიყო სულ 30 წლის. ძალიანაც მინდა რომ ვიყო 60 წლის. კარგად გამოვიყურებოდა, მაგრამ ასე ვიყოდა ცოტა დომინაცია და არ მინდა. კაი, მითხარი ამ ნუკი კოსმეტიქსიდან საქართველოში რა არის პოპულარული გაყიდვებში ლიდერი? ბუნებრივია შენ ამ სტატისტიკა გექნება და თქვა დასავლეთში ან თუნდაც ერთ-ერთი სტატისტიკა. ახლა აი ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული არის ბუნების ოზემპიკი, ეს არის ვიტამინი. ჩვენ დავიწყეთ ვიტამინების ხაზი სადღაც 1 წელია, სოლგართან გვაქვს თანამშრომლობა და გლობალ ფარმაციასთან ქონდა. რა არის ეგ, რა ხდება მან? ხო და პირველი ქონდა სილამაზის ფორმულა, აი ბიოტინი, კოლაგენი, რაღაც ძალიან მარტივი ფორმულა და
ყველა ხო შეშლილები არიან ამ ოზემპიქზე, ანუ სემაგლუტენზე, GPL1-ზე, რომელიც არის სინთეტიკი და კაცმა არ იცის რას გვიშვება, კაცმა არ იცის რა მომენტში გაითიშება პანკრეასი და ვეღარ იმუშავებს. ეს რეალურად დიაბეტის მქონე, მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის და ნუ მოკლედ, სად დაგვარტყავს და მოგკლავს იმას, ვინც იყენებს ამას გასახდომად, არ ვიცი და რადგან მუშაობ უკვე ამ ხელა კომპანიასთან, ფარმაცევტული გიგანტები არიან, რა ვიცი, მაგაზე მაგარი მე არ მეგულება არავინ, ვკითხე რომ აი ბუნებაში რა არის ოზემპიკი, აი ბუნების ოზემპიკი რა არის და რეალურად ჩამითვალეს ინგრედიენტები და უთხარ რომ ეს ყველა რო ჩავდოთ ერთში და ყველა კი ბატონო ჩავდოთ. ვინ გაგიკეთა ეს ფორმულა? სოლგარში არიან, გლობალ ფარმაციაში არიან სპეციალისტები, რომლებიც ამას აკეთებენ და აი ნახე როგორი ინგრედიენტებია. ვაშლის ძმარი, ხო? რა თქმა უნდა გასახდომია, რა თქმა უნდა ძალიან გასახდომი რა. გიქეითებს გიბუსტავს ხო რაღაც ეგეთები. მწვანე ყავა, რომელიც არის მეტაბოლიზმის დიდი ზრდა. გუარანა, ხო ეს არის ექსტრაქტი, მცენარე, რომელიც წვავს ცხიმებს ბუნებრივი გზით, ხო იმის ნაცვლად, რომ დაწვას ცხიმის ვიტამინებიც არის მანდ. ვიტამინები, რა თქმა უნდა, ვიტამინი C, ვიტამინი A, B12, რაც სავალდებულოა და გარსინია კამბოჯი. ანუ ეს არის ის ნაკრები, რომელიც კი არ გახტუნებს როგორც აი რაღაცა ჩაები რო არის ხოლმე პოპულარული კაც, უბრალოდ რო ტრაწი გემართება. ხო, ეგეთი არ არის. ეს უბრალოდ გიქვეითებს მადას გიბუსტავს მეტაბოლიზმს და გაძლევს აი იმ ლუფტს დროის რომ მოდი ახლა ვიქნები ჯანსაღ კვებაზე. ჩვენ ყავს ხოჩეს მომხმარებლები, რომლებიც ამას იყენებენ არა გასახდომად, არამედ აი ცუდი მავნე ჩვევები რო აქვს. რა უკვე გამხდრები არა, მაგრამ აი შოკოლადს ვჭამ ძალიან ბევრს და ვერ მოვიშორე ეს ჩვევა და მინდა რომ მაგის ნაცვლად ვჭამდე ჯანსაღად, მაგრამ აი ლომკა მაქვს და მაკანკალებს და ამას რო იღებს აღარა აქვს ეს მოთხოვნა. ეს აქტიური მადა, ასე ვთქვათ, აგრესიული მადა ქვეითდება. ასევე ძალიან პოპულარულია ეს ამერიკაში, იმიტომ ჩვენ ამერიკაშიც გვაქვს იმდენი სერტიფიცირება გვაქვს მიღებული კოტერა. ხო, მაგას აქვს ბილიონი შტამპი აქვს, ეხლა 6 თუ 7 შტამპი აქვს, რომელიც ნებართვებია. ნებართვებია და ეს შტამპებს ახლა საქართველოში დაარტყავს შტამპებს, რასაც კიდე, მაგრამ ამერიკაში ვერ შეიძლება. კალიფორნიის შტატის შტამპი გაქვთ მაგ? რა თქმა უნდა, პროფ 75-იც გვაქვს, რაც განსხვავებულია მთელი ამერიკისგან, ანუ FDA-ისგან განსხვავებულია, მან კიდე ცალკე უნდა იყოს ხალალიც, უნდა იყოს კოშერიც და ეს ორივე. ჩვენთან ენდოკრინოლოგებს გააცანი ეს ამბავი? არა, სხვათვის არ გამიცნია და მინდა ძალიანაც რომ გავაცნო, მაგრამ ჯერჯერობით აი შვეიცარიაში, ამერიკაში და კიდე რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში არის ეს შესული. ამიწევია ხელები და აქვე რეკლამას დავანონსებ, უბრალოდ ვიტყვი, პოდკასტის სპონსორი არის აჰავა. აჰავა მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლას სიჯანსაღეს. აქვე დავამატებთ, რომ ის რეკომენდებულია და აღიარებულია დერმატოლოგების მიერ, ასე რომ აჰავა ჩვენთან წარმოდგენილია, მიაქციეთ ყურადღება და გამოიყენეთ. ნუ კი, მადლობა, ვაგზელებთ. ფიზიკურ დატვირთვაზე რას გვეტყვი, ვარჯიშობ? ეხლა რაც ორსულად ვარ, ისე ძალიან თავს არ ვიკლავ, მაგრამ ისე კი ვარჯიშობ. მე მივხვდი, რომ ვარჯიში არის ცხონება. აი საერთოდ აი ცელულიტები, მელულიტები, უბედურებები, ყველაფერზე. დილას გაიღვიძე ესე, ოპა, და პირველი რა არის, რასაც აკეთებ? არა, ეგრე არ ვაკეთებ. არა, ოპა, და ვაკეთებ. ვიზმორები არ ვაკეთებ. არც ვიზმორები, მე ძალიან ისე ვიქცევ. არა. არ ვიზმორები, მიმყავს ბავშვის სკოლაში, მე მივდივარ სარბენად და მე ვმუშაობ და სარბენად რომ მივდივარ, ეგ არის ჩემი სად დარბიხარ, დარბაზი თუ პარკში. აუ, რა კაი, რა უცნე. და ანუ პატარა წრე არის 6 კილომეტრი, დიდი წრე არის 10 კილომეტრი და თუ კარგია მინდია 10 კილომეტრს ვარტყავ, თუ არა და ანუ 6 ან 3 შიდა. აუ, რა კარგია რა. რთული და მძიმე მაკიაჟი თუ მსუბუქი მაკიაჟი, რომელს მიმართავ? ესე იგი, პატარა რო ვიყავი, 18-20 წლის გოგო რო ვიყავი, მაშინ მძიმე მაკიაჟს ვიკეთებდი ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცნაირად, ნუ ეგ უფრო მომწონდა და რაც ასე კი მომემატა, მივხვდი რომ მსუბუქი მაკიაჟი არის ბევრად უფრო კარგი, ბევრად უფრო ნაკლები. შენ გეცოდინება ყველაზე კარგად, რომ ყველაზე ნაკლებად ჩანს ნაკლები, როდესაც უფრო მსუბუქი მაკიაჟი. არა და, კოტე. იმისთვის რომ გაიკეთო მსუბუქი მაკიაჟი, ბევრად უფრო დიდი დრო გჭირდება, ვიდრე მძიმე ტონალური დაიშენო. კარგი, მეთანხმები თუ არა იმ მოსაზრებას, ნუ კიდე მე ვიცი პასუხი ბუნებრივია შენც, იგივეს მეტყვი რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენი თვალების სიმძიმეზე. 1000%. აი, რამდენჯერ ყოფილა რომ გინახავს, მოდის ადამიანი, რომელიც, ნუ აი მოდი უხეშად ვთქვათ,
არ არის ახლა მაინდა-მაინც ძვირფასად ჩაცმული, არ აქვს თმები შეღებილი ბოლო სტანდარტებით და ანათებს. აი, რაღაც შეიძლება სახეზეც არაფერი არ ქონდეს გაკეთებული, შემნაირი ცხვირი ქონდეს, მაგრამ თვალებიდან მოდის ბედნიერება და სიკეთე. და არის აი ბოროტი ადამიანი. როგორი ლამაზი ცხვირიც არ უნდა ქონდეს, როგორი ლამაზად ჩაცმულიც არ უნდა იყოს, აი თვალები აქვს ბოროტი და ამას ხედავ. შინაგანი მდგომარეობა. შინაგანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ შინაგან აი რაც მოდის შიგნიდან ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შენ გაგივლია თუ არა ისეთი დიეტები მაგალითად ან რაღაც ინტენსიური კურსები, რასაც არასოდეს არ გაიმეორებ შენი ცხოვრების მანძილზე. კი, რა თქმა უნდა. რა იყო ესეთი მაგალითად? აი დაწყებული რა. შეიძლება ვიღაცა გადის მაგზას ახლა მივხვდი? კი, დაწყებული. შენ ბევრისთვის მაგარი ისახე, ინფლუენსერი ხარ რა, რეალური. ყველაფერი გავლილი მაქვს. დაწყებული ჰერბალაიფებით, დამთავრებული გულავას დიეტა, იმის დიეტა, სუხიშვილების დიეტა, ყავაში თაფლი და მეტი არაფერი. აი, იცრეები მაქვს გაკეთებული, ყველაფერი. მაგ რაღაცებს გაიმეორებდი რომ არასდროს ცხოვრებაში, არასდროს. იმიტომ რომ რა მივიღე, ნახე რა კარგად ბზინავს ჩემი. კი, მაგარია. ძალიან მაგარია, ხუთან არაფერზე არ გადადის. არაფერზე არ გადადის, ხო და ასე. ამითი წავისვი. აკნე ეგრევე ჩდება, იმიტომ რომ როგორც კი იწყებს შიმშილობას და რაღაც უბედურებებს და არ ბალანსი ირღვევა და აკნე ჩდება, თმის ცვენა, ფრჩხილების გაფუჭება, მე სხვა ძალიან ხშირად იწვევს უშვილობასაც და ამაზე ბევრი არ საუბრობს. ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ აი გარდატეხის ასაკში, სხვადასხვა ასაკში და აი დაწყებული დიეტები და ანგრევს ორგანიზმს. ანგრევს. და კიდე იცი რა არის ძალიან ჯოჯოხეთი, უნდა გეჩხუბო ეხლა, რატო გეჩხუბები არ ვიცი, მაგრამ გეჩხუბები რა. შენ იცი რომ 90 წლამდე ნებისმიერი კვლევა იქნებოდა ეს ვარჯიშის თუ დიეტის იყო მხოლოდ მამაკაცზე გაკეთებული. ქალის ორგანიზმი ზოგადად არ არის შესწავლილი. ანუ ჩვენ რო გვეუბნებიან რომ აი დიეტა ხო მაგარი. იცი რატო? რატო? არა, რატო არ ვიცი, არ მოგწონს. მე გეტყვი, არა, გეტყვი რატო. მიზეზი აქვს მაგას თავისი. მამაკაცის ორგანიზმი ჰორმონალური ფონით არის სტაბილური. ქალის ჰორმონალური ფონი თვის განმავლობაში იცვლება მრავალჯერ. ანუ PMS პერიოდი, მენსტრუალური პერიოდი, პოსტმენსტრუალური პერიოდი. ამ დროს ჰორმონალური ფონი იმდენად რყევადია, რომ კვლევის წარმოებისას ეს პარალელურ რეჟიმში აისახება კვლევის შედეგებზე. რა თქმა უნდა. ამიტომ აი დიეტებისას, მედიკამენტური კვლევებისას და ასე შემდეგ მნიშვნელოვანი არის დაბალანსებული ჰორმონალურ ფონზე ობიექტური, ასე ვთქვათ, კვლევების შედეგების გამოსავლენად დაბალანსებული ხო, მაგრამ არ გამოდის ეს ობიექტური, იმიტომ რომ ნახე, მე თუ მეუბნები შენ, რომ შენ კვლევის შედეგად დაადგინე, რომ ეს დიეტა კარგია, შენ ეს კვლევა ჩაატარე კოტეზე, შენ ეს კვლევა ნუკიზე არ ჩაატარე. ანუ მე რო ეს ჰორმონები ამივარდება, ესე იგი ჩემთვის ცუდია. შეიძლება მან სხვაობა არის, მაგრამ პრინციპში მაგიტომაა ხოლმე რომ აი ესეთი კვლევები არ შევიჭერთ. და ეხლა გაირკვა, რომ თურმე აი რო იძახდნენ, რომ მამაკაცებისთვის არის საჭირო, თუნდა აი ყველაზე მარტივი, ხო? ვარჯიშის დროს ხო არის ხოლმე რომ რეფებს აკეთებ, ხო? აი ვაკეთებ 10 ჯერ გავაკეთე რაღაცა, მისვლა და მე უნდა შეისვენო 2 წუთი და მე გააგრძელო სხვა მისვლა. ქალებს და მამაკაცებს შორის ეხლა 20 წლის მერე კვლევები უკვე ქალებზეც რო გაკეთდა, აღმოჩნდა რომ აბსოლუტურად სხვადასხვა შედეგი აქვს, აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაც. ხო, აი ჩვენ ხო ხშირად ვხედავთ, რომ ეს კაცები რო დადიან ამ სავარჯიშოდ, უცბად მოდიან და გოგოებს უფრო უჭირთ. რატო? იმიტომ კი არა რომ ქალის ორგანიზმი ტესტოსტერონია, ბოდიში. ტესტოსტერონი რო არის, ამიტომ არის საჭირო რომ სხვანაირი ვარჯიში იყოს. სხვანაირი კვება. ნახშირწყლები თუ მამაკაცისთვის არის ძალიან ცუდი და აი რო იწყებენ ამ რაღაცა გაშრობას და რაღაცე ქალისთვის სხვანაირი გაშრობა არის საჭირო, სადაც ნახშირწყლებიც არის. ეს ყველაფერი იქ აღმოაჩინე? იქ აღმოაჩინეს, ხო, ძალიან ბევრი პოდკასტი არსებობს. შენ ხო პოდკასტი გაქვს, იმათ პოდკასტი აქვს, სადაც აი ეს მეცნიერები ამაზე საუბრობენ და მე სულ აი რომ დავარბივარ ხოლმე ვუსმენ და აბსოლუტურად დასაბუთებულად არის რაღაც აი ალკოჰოლი როგორ მოქმედებს ქალზე და როგორ მოქმედებს კაცზე. გარდა როგორ მოქმედებს მეტაბოლიზმზე, როგორ მოქმედებს ვარჯიშის ხარისხზე, როგორ მოქმედებს კუნთის მასის გაზრდაზე. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ და რა ვიცი, 40 წელიწადში კი შეისწავლიან ალბათ ქალსაც. რამ შეცვალა ნუკიში საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება ამერიკაში გადასulis შემდგომ? აი რა შეიცვალა? ან რამ შეცვალა ეს? ამერიკულმა კულტურამ შეცვალა? თუ შენმა ლაიფსტაილ ყოველდღიურმა ცხოვრების რეჟიმში? ნუ ასაკით შემეცვალა. მე რო გავთხოვდი, ვიყავი 25 წლის, ეხლა ვარ 35 წლის, 10 წელი გავიდა. რა თქმა უნდა, თან ისე გათხოვების ისტორიები იყო ისა, ყვითელი პრესის პირველი გვერდების და ამბები რა. ხო, იმიტომ რომ ხო, ეს ხო. პირადი ხო ყველაზე გვაინტერესებს ხოლმე. პირადი მეც ყველაზე მეტად მაინტერესებს. იცი როგორ ჭორიკანა ვარ? ბუნებაში დევს ადამიანს. როგორც კი დავინახე ვიღაცას დაშორდა პირველი მაგას ვაჭერ. რატომ?
უღალატა თან მიზეზები მე ხო ტელევიზორში ვიძახით ხოლმე ნუ საერთოდ არ გვაინტერესებს არავისი პირადი ცხოვრება ამ დროს აი გიჟივით კომენტარებში ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი ამიტომ ჩემზეც რა იწერებ ხოლმე ძალიან ვერთობი რომელი ჩვევა ის რაც შენში თავდაჯერებულობას აძლიერებს აი რა აძლიერებს შენში თავდაჯერებულობას რა აძლიერებს ჩემში თავდაჯერებულობას იცი რა არის აი ისევ იმ კითხვას რომ დაუბრუნდე რა შეიცვალა ჩემს ამერიკაში მივხვდი რომ უნდა მიიღო შენი თავი ისეთი როგორც არის არასდროს არ მაქვს სურვილი მქონდა ადრე როგორ არ მქონდა და ეხლა დავძლი არ მაქვს სურვილი რომ ვიღაცას მივბაძო არ მაქვს სურვილი რომ ვიღაცას დავემსგავსო არ მაქვს სურვილი რაღაცა ტენდენციას არ რაღაცებს გვოიმდები და მიყვები რა თქმა უნდა მაგრამ ნუ აი ძირითადად არ მინდა რომ გავხდე ის რაც სხვა არის ანუ ჩემი თავი აღვქვი რომ ეს ნუკი ვარ ვერ გავხდები მე ანჯელინა ჯოლი, ვერც ხასიათებით, ვერც გარეგნობით, ვერც საქციელით, იმიტომ რომ ჩემში ეს არის, მაგრამ ჩემში ეს და ეს და ამის აი embrace რო არის, ხო იცი, გააძლიერე და გააუმჯობესე შენი თვისებები და ზუსტად ეგ არის რაც კომპლექსებში ბრძოლაშიც მეხმარება, იმიტომ რომ ვიცი რომ აი მე ვარ მე შენ ხარ შენი ყველა უნიკალური ვარ შენ უნიკალური ხარ შენ აი სულ ყველა და ჩვენ თუ როგორც კი შენ შეეცდები რომ ვიღაცა სხვას მიბაძო პირველი რომ ყოველთვის იყალბე ჩანს ვერასდროს ვერ გაიმეორებ აი ძალიან ცუდია ხო აი როგორც არ უნდა ეცოდო ვერ გაიმეორებ და მთელი გულით რომ მინდოდეს რომ ვიყო ალექსანდრე პაიჭაძე არა ვარ იმიტომ ის რომ შემოშხლართუნდება ხოლმე რაღაცნაირად ის ესვავს ამ ჭიქიდან რომ აი სამყარო ჩერდება და ვეღარ აი ეს და მე აი მე ხვდი ეს არის ჩემი და სხვა არ გამომივა სხვანაირად. ამიტომ უნდა რაღაცნაირად შეიყვარო საკუთარი თავი და ეს არის ყველაზე დიდი კომპლექსების დაძლევა. ამას ბევრი ვერ ხვდება და ასაკთან ერთად მოდის ის რომ შეიყვარო თავი შენი არა ეგოისტური თემა არის სრულიად და სწორად გაგება უნდა ამას რა. საერთოდ ესე არის საკუთარი თავი თუ არ გიყვანს ჭეშმარიტად, სუფთად და ბუნებრივად ვერავის ვერ შეიყვარებ. ვერავის. შენ საკუთარი თავი არ გიყვარს, სულ კრიტიკაში ხარ, სულ რაღაცა არ მოგწონს და როგორ შეიძლება ამ მდგომარეობაში ვიყოფა ვინმე არამე შეიყვარო, ვერაფერს ვერ იზამ. ამიტომ საკუთარი თავის ჯანსაღად შეყვარება ისეთის როგორიც ხარ, მასზე ზრუნვა მოგცემს იმის საშუალებას, შენ ზიარობ, შენ უკვე გაქვს ეს მიღწევები და ძალიან ეს პროგრესია. პრინციპში ეს არის, ხო? მე სულ პროგრესია, ანუ ეხაც და სხვა შეს აი როგორც მშობელსაც, მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ შვილს სამაგალითოდ აჩვენო რომ მე ჩემი თავი მივიღე. მომწონს კი არა, მიყვარს კი არა, მივიღე. ესეთი ვარ და იმის ნაცვლად რომ გავაკრიტიკო ჩემი ინტერესები, ჩემი საქციელი, გარეგნობას დავანებო თავი. ჩემი ინტერესები, ჩემი საქციელი, ჩემი გადაწყვეტილებები, მე ჩემს გადაწყვეტილებას ვუდგები პატივისცემით, თუ შეცდომა არის ამ შეცდომაზე ვისწავლი. აი, მნიშვნელოვანია, ეგ სწორია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვს არ უთხრა რომ ხო რა თქმა უნდა რომ უთხრა აი იდეალურიც არ უნდა იყოს შვილისთვის რა უნდა იცოდეს რომ შენს უშვებს შეცდომებს და ამაში პრობლემა არ არის დავუშვათ შეცდომები ერთად ვიპოვოთ გამოსავალი ვისწავლოთ შეცდომებზე და გავაგრძელოთ ბევრად ჯობია რაღაც აკეთო და შეცდომა დაუშვა ვიდრე არ აკეთო კომპლექსების გამო და მე სულ უკან იხედო რომ ნეტა ის რო გამეკეთებინა რა იქნებოდა აბსოლუტურად გეთანხმები არის თუ არა განსხვავებული ნუკი სოციალურ სივრცეში და რეალურ ცხოვრებაში მე ვფიქრობ რომ არსები ახ რაღაცებს არ გაჩვენებთ რა თქმა უნდა ხო ანუ პირიქით ზედმეტ სხვა რა ჩვენებ რამეს რეალურად რეალურად შევა მოწყენილი ადამიანები არა და ხშირად მინახავს რომ ადამიანები რომლებიც აი ძალიან ჰიპერაქტიურები არიან და რაღაცა კომედიურ ჟანრს მიყვებიან არიან ძალიან დეპრესიულები არა ვარ აი მე არა ვარ შეიძლება რაღაცებს რომ ვუღრიალებენს ან რომ ვჩხუბობთ და რაღაცებს მაგას არ გაჩვენებთ ოკეი ეს პერსონალური თემა არის ხა მაგია ჩაკრეშუქი და რაღაცებს რომ ვეუბნები მაგას არ გაჩვენებ და დანარჩენში ხო აი რატო ისან მეცხრე ბლოგზე ხარ შეიძლება ის მითხო რა არის მეცხრე ბლოგი არ გვაქვს მეცხრე ბლოგი ხო მე აქ ჩუსტი გადაატრიალე რატო გავად გახდები რატო გავხდები იმიტომ რომ ეგრეა და ის ვერ ხდება ხო ლოგიკას აი აბათ რატო უნდა გახდე გადატრიალდა და მარილი დაიყარა და უკან გადაყარა და ისი და შედა ხო დაიყარა იქ რაღაცა რატო ყრია აუ ჩაკეთო და თან ის მაგხომე რომ ბოლოს რო დამეყარა უკრაინაში ომი დაიწყო და შენ გჯერა რომ შენ მიხვედი და ნახე ხედა აქციებს ეგ შენ რო დაყარე გუშინ წინ მაგის ბრალი გლიჯაო რა ანუ ჩვენ გვაქვს ეგეთი რუბრიკა კი ან არა რა მოკლე კითხვებს დაგისვამ მითხარ კი ან არა მიდი ნუკის კოსმეტიკის პროდუქტებში ქიმიური დანამატები არ გამოიყენება კი არ ანუ არ გამოიყენება ოკეი თუ ყოველდღე ვარჯიშობ შეგიძლია ყოველდღე მიირთვა ნამცხრები მაგის დედაც კი მეც მანდ ვარ ტუჩის გადიდების შემდეგ ერთი კვირა ფრენა არ შეიძლება
თვითმფრინავი ფრენა ისე აზრობრივად. აზრობრივად იფრინა. რატო შეიძლება მიგრაცია მოხდეს და თვალს შემოგივიდეს ტუჩი? პასუხი არის არა, შეიძლება ფრენა. შეიძლება? თავისუფლად, კი. პრობლემა არ არის, არაფერი არ მოხდება. და ძუძუები თუ გაქვს დაბერე შეიძლება რომ უცბად იღებს. არა, არაფერი არც მან და არაფერი არ მოხდება. ეს ადეთი არის მაგას გეტყვი, მაგრამ ჰაიმორის წიაღებში გარკვეული ოპერაციების დროს, ანუ რაღაცა ოპერაციების დროს არის ხოლმე როცა ეს ფრენა არ შეიძლება კბილის იმპლანტის შემდგომ და რაღაცა მემბრანები და ახლა მაგაზე არ შევეძებ არის რაღაც მომენტები როცა პირველი რამოდენიმე საათი 48 საათი თქვა ცოტა მეტი არ არის რეკომენდებული სხვა შემთხვევაში ტუჩებთან კავშირში არ არის იდეალური სახის კანი გენეტიკის დამსახურება და არა კოსმეტიკის ანუ არა მოვლის იდეალური სახის კანს მოდი თქვა იდეალური არის state მდგომარეობა ხო ორივენიცა ორივენიცა კი ბატონო მაგრამ ალბათ გენეტიკა ხო თავარი არის გენეტიკა და არ მიაყენო ზიანი თუ გენეტიკა ჯანზეა და კარგად არის საწყობილი ეს დნმ-ის ჯაჭვი მაშინ ადამიანს არ ემუქრება გლახა რაღაცები და თუ არ მიხედავს თავს მაშინ გენეტიკა ვერ ფლობს ხო მეც ესე მგონი რომ ყავდა მეზობელი სოფელში ლამარა რომელიც სუიძახა ნახე ბავშვის ტრაკის კრემს ხმარობს სახე ნახ რა კარგი სახე ხმარობს სიცრუე ნუ ხმარო ბავშვის ტრაკის კრემს ნუ ხმარო სახეზე არ უნდა წაიშვა იმას უბრალოდ კარგი გენეტიკა ქონდა კი ბატონო აბსოლუტურად მართალი ხარ კარგი კიდევ ერთხელ ნუკი კასტინგზე გავიდა ვამბობენ ესეთი თემაა და დაიწუნესო ავიცი რამდენჯერ ამერიკაში იყო რაღაცა ისტორია, ხო? ხო. ერთხელ ვიყავი ძალიან ბრედ პიტი და ეგეთი წინ დადიოდნენ. ფათაშერის მანდვე ხარ. ძალიან დიდი ფილმი იყო, სადაც დამამტკიცეს. ოღონდ დამამტკიცეს რაღაცა როლი კი არ მაქვს, ბუჩქი ვარ რა, უნდა გავიარო. იქ წინ მთავარი მსახიობებს აქვთ დიალოგი და ჩემი დავალება არის, რომ ოფისი არის, უნდა ავდგე და გადავიდე რაღაც ფურცელი დავდო და უკან წამოვიდე. აი, მეტი დავალება არა. ადექი, გაიარე. არა, სხვაჭი ძალიან მომზადებული ვიყავი რაღაც თმა დავარცხნილი ყველაფერი შევათანხმე გარდერობთან იქ ყველაფერს ათანხმებ. აი ნემსი რო ნემსია, აი ყველაფერი უნდა შეთანხმებული იყოს, ყველაფერი შემითანხმებს, გასაკეთებ ფონზე შორს ვარ. და რაღაც ეს მიდის ეს ჩაწერა და რეჟისორს ქმუტავს, მაგრათაც ქმუტავს, რომ აი შენ ხედავ რეჟისორი კამზე ტიპიკი ნუ კამერები რა კამერები ვიღაცა კრანით არის ვიღაცა ზემოდან მოფრინავს და რაღაცას ქმუტავს და მეთქი რა ხდება ნეტარას ვერ აკეთებს ეს მერილ სტრიპი თქო თუ აი ვიღაცა როგორ შეიძლება რა ეშლება და ცოტა ხანში ვიღაცას ეძახეს აი ეს გოგო რა მოაშორეთო და ვერ მივხვდი რატომ ანუ ვერ გავიარე ვერ ესროლე ტუფლიან რა ვერ დავდივარ თუ ანუ ხო ანუ სწორად არ გავიარე თუ ესე უნდა გამეტა ვერ მივხვდი და მითხრეს რომ ეს არისო კადრს იპარავსო კადრს იპარა გადაფარე ანუ ძირითადი სცენა გადაფარე ხო ესე იგი დაცვას ვეჭირე და ესე ხელებით და ფეხებით ვიქნა ანუ თქვენ კიდე არის ლექს ვიტყვი მე პატარა ქართველი აი რაღაცას ვაძახედი და ესე მათრევდნენ რომ გაჩერდი და სახში მოვედი ბენი მეკითხა როგორ ჩაიარა გადაღებები გამაგდეს არა ნუ ეს უკვე ისტორია გაქვს რა მაგარი ისტორია და რო გეკითხები რატო გაგაგდეს ხო რა უნიჭო ვიყავი და იმიტომ რომ ცალამაზ გადავფარე კადრი კაი ნუ კი მაკიაჟს უფრო დიდ დროს ანდობებს ვიდრე სახლის დალაგებასო 1000%-ით სიმართლეა ოკეი ჩემი სახლი არ ლაგდება თმის გადანერგვას აპირებსო აპირებდა სანამ მივიდა სამ კლინიკაში და უთხრეს რომ იღლიებიდან ეპილაცია უნდა გაკეთებინა ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლება რომ თმა ყოფილიყო დარჩენილი არა მაქვს თმა ვერაფერს ვერ გადავინერგავ საერთოდ არ მაქვს თმა ოკეი მაგრამ ძალიან კარგად გამოვიყო ისე როგორც ხარ გადაწყვეტილებების უმეტესობას ნუ კი იღებსო იმპულსურადო კი ოკეი მეც ეგეთი ვარ და ცხოვრება რაღაც პონჩი ეგრე მოგვასწავლებს მივიღეთ შეიძლება რომ დაფიქრდე თათის ვერ მიიღო რაც რეალურად არა ნახე ზედმეტად რომ ფიქრობ მე იმდენი ანალიტიკა შემოდი ის რომ ეს რომ კენი რა მიდი მოაძლეს პლასტერი ხო ზიანი არ მიაყენო და გააკეთე всё მოყვები და ნუკის გამოწერილი აქვსო ჩვენი YouTube არხიო რა თქმა უნდა ოქრო ხარ. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ესეთი გულახდილი საუბრისათვის. დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ ადამიანში ადამიანობა არის მთავარი და მე დანარჩენი ყველაფერი არის მხოლოდ ის რაც შეიძლება მოგწონს და ვიყენებთ რა. ფანტასტიკური გოგო ხარ. წარმატებები. პირველ რიგში მოსალოდნელი წინ კარგი გეგმები გაქვს და პატარა გაჩნდება მალე თქვენ ცხოვრებაში. არა, რა თქმა უნდა ბავშვს ეგეუნები, ძუძუები დეტალებია. ხო, რაღაცა ძალიან შინაურული პოდკასტი გაქვს. აი რაღაცა მინდა რომ კიდევ დავჩათ რამე. შაურმა რო შევკვეთოთ აქ შეიძლება სტუდიაში გთხოვთ? შეიძლება, კი. 8 ლარიანი ჩემთვის, შენ რომელი გინდა? 16-იანი. 16-იანი კოტესთვის და მივცხოთ რა. კარგი ხარ, ძალიან დიდი მადლობა. დროებით ასე რომ უყურეთ ჩვენ შემდგომ ეპიზოდებს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, აი აქ და ძალიან საინტერესო სტუმრები, აი
ნუ კი დღეს ძალიან მაგარი იყო. მადლობა. მადლობა შენ. ციცაკი გინდა თუ უციცაკოთ? ცხარე. ცხარეო. ჰალაპენიოთი. მადლობა. მადლობა შენ.